პარტია თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ საქართველოს რეგიონებში გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა. მისი განცხადებით იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, გაზზე გადასახადის მომატება დანაშაულის ტოლფასია. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში ათასობით ოჯახს არ აქვს გაზის გადაყვანილი, იმიტომ რომ საშუალება არ გააჩნია. მინდა გითხრათ, რომ 800-დან 900 ოჯახამდე ყოველთვიურად გადაუხდელობის გამო გაზი ეჭრება ქუთაისში ადამიანებს. ამ ფონზე, ამ სოციალურ ფონზე გააძვიროთ გაზის ტარიფი, თვლი რომ ესა დანაშაული ერისა და ღმერთის წინაშე და მეორე დანაშაულია ის, რომ თბილისს უძვირებ 0.1-ით, ქუთაისს უძვირებ მეტი თუ ძვირებ ქუთაისს, ვანს და სხვა იმგეს. მინდა უთხრა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ თბილისი არაა მარტო საქართველო. საქართველოა ქუთაისი, წალენჯიხა, თელავი, ახმეტა, ვანი, რა ვიცი, ყველა და ყველა. ესაა საქართველო. გამოდით პარასკევს მოგიწოდებთ ქუთაისლებო, დაიცავით თქვენი ღირსება, ნუ მიწევთ თბილისს ქუთაისის გათელვის საშუალებას. გამოდით მერიასთან 11 საათზე. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქებში გაზრდილი საფასურის დიფერენცირებულ ზრდას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. გაზზე გადასახადის გაძვირება კრიტიკულად შესამჩნევი შემოდგომიდან გახდება. ამიტომ პარტია თავისუფალი საქართველოს წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ საკუთარი უფლებებისა და ჯიბის დაცვის მიზნით 28 ივლისს პარასკევს ქუთაისში მერიის წინ შეიკრიბონ და გაზრდილი ტარიფი გააპროტესტონ. ყველამ ვიცით, არსებული ხელისუფლება მოვიდა ლოზუნგით, რომ ტარიფებს გაანახევრებდა, ისედაც შეჭირვებული სოციალურ ფონზე მიიღეს პირიქით გადაწყვეტილება, რომ ეს ტარიფები გაძვირდეს. ამასთანავე ჩვენთვის ქუთაისლებისთვის ზოგადად თბილისის გარდა სხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მიუღებელია დიფერენცირება სხვადასხვა ტარიფების კუთხით, რომ არის თბილისში სხვა ტარიფია, ქუთაისში სხვა ტარიფია. ეს საზოგადოებაში პირველი დაბნეულობას იწვევს, მეორე ძალიან მძიმე თვითადაწვება სოციალურ მდგომარეობას ისედაც შეჭირვებული საზოგადოებისა. და ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ამ ყველაფრის წინაშე ხმა უნდა აიმაღლოს საზოგადოებამ ზოგადად, უნდა მოხდეს კონსოლიდირება საზოგადოების ერთიანი ძალებით. ჩვენ იქნებ გავაგებიოთ არსებულ ხელისუფლებას, რომ ეს ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.